მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სოხუმი თბილისი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე თუ რა მდგომარეობაშია აფხაზური ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ბადრი ბელქანია, კონფლიქტების მკვლევარი. ბადრი, მოგესალმებით და მადლობა სტუმრებისთვის. სანამ დავიწყებთ, შევახსენებთ ტრადიციულად ჩვენს მაყურებლებს, რომ გადაცემა სოხუმი თბილისი არის აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტი. ჩვენი ყურება შეიძლება ყველა პლატფორმაზე, YouTube, TikTok, Facebook-ი. ბადრი, მოკლედ, ტურისტული სეზონი მიდის აფხაზეთში ჩვეულებრივად, შეიძლება ითქვას, გაურემონტებს რუსებმა პლაჟები. ჯერჯერობით არ შეიმჩნევა და მაინც მოზღვეობა ტურისტების, მაგრამ მაინც მათთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. რადგან მე პირადად მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც თვალში მოხვდა იყო ის, რომ რამდენიმე, ესე ვთქვათ, ცნობილმა აფხაზმა გააკეთა განცხადება აფხაზური ენის, ესე ვთქვათ, შენარჩუნების აუცილებლობაზე. ეს განცხადებები გაკეთდა ეხლა მაინდამაინც, როცა აწლეულები ეს პრობლემა არსებობს აფხაზებისთვის, ენის მივიწყების, ენის დაკარგვის და ერთ-ერთმა მათგანმა გაუსვა ხაზი იმას, რომ აფხაზური ენის შენარჩუნება არ უნდა მოხდეს უკრაინული და ბალტიისპირული გზით. ანუ, რა თქმა უნდა, იგულისხმეს ის, რომ ეს რუსული ენის განდევნის პარალელურად არ უნდა მოხდეს, რომ რუსულიც უნდა შემინარჩუნოთ და თან აფხაზურიც ესე ვთქვათ, უნდა წამოვწიოთ წინ. შენ ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, ძალიან ბევრ ფორმატში მიიღე მონაწილეობა, რომ აფხაზებთან შეხვედრებში, მათთან დიდ რო გაგიტარები შეიძლება ითქვას, არ არის შენთვის ეს უცხო თემა, რბილად რომ ვთქვათ. მეც რამდენიმეჯერ მქონია ცხადია შენ ესე ვთქვათ, ამის საშუალება. აი, არა წუხებთ მათ ეს საკითხი, თუ ვთქვათ, გამოიხატება რამაში საერთოდ. გასაგებია, რომ ხა ჩვენ მათთან ურთიერთობთ სულ რუსულად, ხო? ეგ გასაგები თავისთავად ცხადია. და ნუ თუ არა წუხებთ ახალ თაობასთან ინგლისურადაც გააჩნია. წამოვიდა უკვე ტენდენცია არის ახალ თაობასთან კი. წამოვიდა ტენდენცია საინტერესოა. ხო და აი როცა ისინი როგორც მე უყურებ, ცდილობენ ესე ვთქვათ, ჩვენ დაგვიდარონ ხოლმე სულ რაღაცა. გაგვიჯიბრონ. არა წუხებთ ეს მომენტი, რომ ჩვენთვის ჩვენი ენის ცოდნა არ წარმოადგენს პრობლემას, არათუ ეხლა, არამედ თათოს 70-იანებში ვთქვა, არასოდეს არ წარმოადგენდა პრობლემას, რაც კომუნისტების პერიოდში. და ამას ჩვენ ვინარჩუნებთ, ეს არის ჩვენი იდენტობის სერიოზული განუყოფელი ნაწილი და ამ დროს მათ პრაქტიკულად დაკარგულია თითქოს შეიძლება ითქვას ენის ცოდნა, რამდენი პროცენტია ვინც საუბრობს აფხაზურად დაახლოებით. მე არ მგონია რომ ეს დათვლილი კონდეთ მას ამის ოფიციალური, მე ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია მაქვს ამაზე მოსმენილი, ისევე როგორც მაგალითად რამდენი ხანია მინდა რომ რაღაცნაირად დავადგინო ზუსტად რამდენი არის ეთნიკური აფხაზეთში დარჩენილი და ფაქტობრივად შეუძლებელი არის მე საუბარი მქონდა მაგალითად ისეთ მკვლევართან ირლანდიელი არის დონა ჩოგვარადი ერთ პერიოდში რაღაც ქართულთა სკანდალის კი ქონდა ამ მკვლევარს თითქოს პროაფხაზური პოზიციების გამო არის ცოტათი სენტიმენტები მართლა იგრძნობა მასთან ის რამდენიმე არჩევნებსაც ესწრებოდა აფხაზეთში და ესწრებოდა ასევე როდესაც მათ ეს სახალხო აღწერა გააკეთეს რამდენჯერმე და მან მიუხედავად ამ თავისი რაღაცა გარკვეული სენტიმენტების აფხაზეთს მე პირად საუბრებშიც მითხრა დუბლინში მქონდა მასთან შეხვედრა რომ არსად არაფერში არ გამოიყენო ეს წყაროები შენს კვლევებში იმდენად დაბალ დონეზე და იმდენად ყოველგვარი სოციოლოგიური წესების დარღვევით არის გაკეთებული და იმდენად ცდილობენ უფრო თუნდაც იგივე აფხაზური ენის ცოდნაც და თუნდაც იგივე მათი რაოდენობაც ეთნიკური აფხაზების რაოდენობაც დემოგრაფიული ბალანსი აფხაზეთში აფხაზეთში წარმოაჩენენ უფრო მეტად ვიდრე სინამდვილეში არის და პირდაპირ მითხრა რომ ჩემი რჩევა იქნება ეს აკადემიური მე რასაც გავიც მე ეს ციფრები ხარ ვთქვა ფაქტობრივად მაქვს რაღაცა ციფრები თავში რომელიც გამიგია სხვადასხვა იმით მაგრამ ეს პირდაპირ კეთილ სპეკულაცია იქნება და ამას ჩვენ ზუსტად ვერ ერთ რამეს დავუმატებ ახლა მე რასაც გავეცანი რაღაც არსებობს რაღაცა უცნაური ვებგვერდები რომლების კაცმარიც რა ინფორმაციას ეყრდნობა და იქ დებს შეფასება აფხაზეთში აფხაზური მოსახლეობის ხას უსვამ და გამოდის რომ ეხლა იქ უფრო მეტი აფხაზი ცხოვრობს ამ შეფასების მიხედვით ვიდრე ცხოვრობდა 80-იან წლების ბოლოს რაც სისულელია ხო 80-იან წლების ბოლოს იყო დაახლოებით 80,000 კაცი და ლოგიკურად იმის მერე სამწუხაროდ ეხლა ამ ერისთვის მათ ცუდის მეტი არაფერი არ უნახავთ ხო და უფრო შემცირებული უნდა იყოს ეხლა 100 მიგრაციას ჰქონდათ ხო რა თქმა უნდა მაგიტომაც არის რომ მაგალითად გალელებთან მიმართებაში ეს გალელების გააფხაზების
ტენდენცია, რომელზეც იყო საუბარი, რომ სინამდვილეში ბევრი გვარი არის, ესეთი მეგრული გვარი, რომელიც სინამდვილეში აფხაზური გვარი არის, ქეცბაია და რაღაც სხვა გვარებზე იყო საუბარი და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომ გამეგრელებული აფხაზების ისე უკან გააფხაზება უნდა მოხდეს, ამას ეს ძალიან აქტიურად განიხილება და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, ესეც იქიდან გამომდინარეობს, რომ რამდენად ეს ეთნიკური ბალანსის შუაშორის ეს საკითხი ვინც დასვეს ახლა ენის არიან ობახია და ნაჭყებია ესე თქვა. ხო, ნუ ახლა აფხაზური გვარები დენი საუკუნის განმავლობაში გვიწევდა თანაცხოვრება, ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენა არის, რომ არეული არის ზოგადად აფხაზური გვარები საქართველოს მოიძებნებიან ნამდვილად ქართველები აფხაზური გვარებით, პირიქითაც იქაც მეგრული გვარით ხო ძალიან ბევრი არის და არა მარტო მეგრული, არამედ სხვა საქართველოს რეგიონი. ხა რაც შეეხება იმ ენის თემას აწუხებ თუ არა დაუბრუნდები იმ კითხვას, სხვადასხვა ეთნიკურ ბალანსზე მე მაგათი ისეთ სკეპტიკოსების უფრო ხალხში ისეთ სტატისტიკაც მინახავს, სადაც ამბობენ, რომ ამ წუთში ეთნიკური სომხები უფრო მეტი არიან აფხაზეთში ვიდრე ეთნიკური აფხაზები. ანუ ესეთი სტატისტიკაც არსებობს, რასაც რა თქმა უნდა ოფიციალური წყაროები არ აღიარებენ. ენასთან დაკავშირებით ასევე რა თქმა უნდა ამ ხრივაც აფხაზები უფრო მეტად ცდილობდნენ და ეს არ არის პრინციპში უნიკალური აფხაზებისთვის, ხო, ეს ნებისმიერი პატარა ხალხის თვითგადარჩენის რეფლექსია არის, რომ ისინი წარმოაჩენენ თავს უფრო მეტად და ასევე თითქოს მათი ტრადიციები, მათი ენა, თვითმყოფადობა უფრო მეტად შენარჩუნებული არის და უფრო ნაკლები საფრთხის წინაშე დგას ვიდრე სინამდვილეშია, მაგრამ ბოლო პერიოდში როგორც ჩანს, უფრო და უფრო საგრძნობი გახდა, რომ ეს ენა იკარგება საკმაოდ დიდი საფრთხის ქვეშ არის. მე მაგალითად აბაზა TV არის მათი ასე ვთქვათ ეროვნული ტელევიზია, სადაც მე მახსოვს სიუჟეტი, რამდენიმე წლის წინ სანამ ეს თემა აგორდებოდა, სადაც ძალიან დიდი სიუჟეტი იყო მიძღვნილი აი ამ ენის თემას და მაგალითად იყო მოყვანილი, ანუ აი ამაზე იყო აგებული მთელი სიუჟეტი, რომ 1 სექტემბერს, როდესაც სკოლა იწყება, სოხუმის ერთ-ერთ სკოლაზე გააკეთეს სიუჟეტი, სადაც პირველად მოხდა, ну ეს მათი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც სოხუმის აი ამ სკოლაში პირველ კლასში აფხაზური კლასი არ გაიხსნა. ანუ იქ არის რუსული სექცია, არის აფხაზური სექცია და აფხაზური პირველ კლასში არავინ არ მივიდა. და ამაზე მთელი სიუჟეტი შეგიძლიათ YouTube-ზეც ნახოთ. ანუ ამ საკითხებს მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ეხლა მაგ ეთნიკურ ნაწილში და რაოდენობის ნაწილში უფრო ცდილობენ, რომ უფრო მეტად წარმოაჩინონ თავი. აი ამ საკითხს საკმაოდ ღიად საუბრობენ, ამას ვერ დაუკარგავ და პირად საუბრებში ხარ, რა თქმა უნდა, ჩვენ აი ამ მშვიდობის მშენებლობის პროექტების ფარგლებში მეც მქონია თქვენს არაერთი შეხვედრა გქონიათ აფხაზებთან და თუ კულტურის შენარჩუნებას თუ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე მიდის ხოლმე საუბარი, ეს ენის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის და მათ შორის არიან ადამიანებიც, რომლებიც საკმაოდ გავლენიანი ადამიანები არიან, რომლებიც ყველაზე მეც ლაპარაკობენ ამ თემაზე და თვითონაც აღიარებენ, რომ მე თვითონვე არიან იმის მაგალითი, რომ არ ფლობენ აფხაზურ ენას იმ დონეზე, რომელზეც უნდა იცოდეს. ხო და აი ესე და ისე, როცა გაქვს მათთან შეხვედრები, ну უფრო მეტი ვიდრე მე მქონია და როცა ლაპარაკობენ თავიანთ დამოუკიდებლობაზე, აი ამ საკითხზე რას ამბობენ, რომ რა დამოუკიდებლობაა, როცა არ გაქვს საკუთარი ენაც კი, თავი დავრებინოთ ვალუტას, ჯარს, მესაზღვრეებს და ასე შემდეგ, ხო? ამ სუვერენიტეტის ელემენტარულ ატრიბუტებს. ის რა ამას როგორც წესი ეგეთ შეხვედრებზე მით უმეტეს თუ დისკუსია მიდის და რა უბრალოდ რაღაც ზოგადად საკონცეფციო თემებზე ესეთი პროექტებიც არის, რაღაც ფოტოგრაფიაზე, იმაზე რომ ახალგაზრდები ერთმანეთს დაუკავშირდნენ და გაუცხოებას რაღაც გაუცხოება შემცირდეს ერებს შორის. ამას როგორც წესი ამ არგუმენტებს როგორც წესი ქართული მხარე იყენებს ხოლმე, რომ ეხლა მაინც ხო ქართველები არ გიშლიან ხელს თქვენი ენა შეინარჩუნოთ, რაზეც რა თქმა უნდა მათი პასუხი არ არის მაინც და მაინც ცხადი და მათი პასუხი არ არის მაინც და მაინც ნათელი, იმიტომ რომ ეს სინამდვილეში შეიძლება ჯერჯერობით ჩვენ ვერ ხედავთ აფხაზების ეთნიკურ და ეროვნულ რუსიფიკაციას, მაგრამ ეს რომ ენა იკარგება და ნაცვლდება რუსული ენით, ეს ხო არ ნაცვლდება სხვა რომელიმე ენით, ქართულით, სომხურით, ინგლისურით, რაღაც რომელიმე სხვა ნაცვლდება რუსული ენით. ეს რა თქმა უნდა რუსიფიკაციის გარკვეული ნიშნები არის და ამას
ის აფხაზები, რომლებთაც მართლაც აღელვებს საკუთარი ერის. ამ შემთხვევაში არც არის დამოუკიდებლობა სუვერენიტეტზე საკითხი. ამ შემთხვევაში ეროვნული თვითმყოფადების გადარჩენაზე არის საუბარი, ვისაც ეს მართლა აღელვებს. ამ თემაზე საკმაოდ ღიად საუბრობენ და პირდაპირ აღიარებენ, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემა არის, თუმცა მათ შემოაქვთ სხვა არგუმენტებიც, რაშიც მე ვფიქრობ, რომ თლად მტყვანებიც არ არიან, მაგალითად იგივე გლობალიზაცია, რომელიც ბევრ პატარა ერის პრობლემა არის, მათთვის გლობალიზაციას რუსული სამყარო არის და ინტერნეტი, ასე ვთქვათ, რომელსაც გამოიყენებენ, რასაც ახალგაზრდები უყურებენ, ეს რუსულენოვანია, რომ კონტენტს რასაც ეძახიან თანამედროვე ენაზე, ეს ყველაფერი რუსულ ენაზე იქმნება და ისინი რუსული სამყაროს ნაწილი არიან, იმიტომ გლობალიზაცია მათ რუსული სამყაროდან ეხებათ. ამ პრობლემას აქვს თავისი ლოგიკური ახსნა, გარდა იმისა, რომ ენა რაღაცა იმას განიცდის, რა ქვია, კრიზისს განიცდის. ამის გარდა, ან მეცნიერება რომ ენას დააწიო და ენა რომ მეცნიერებას დააწიო, ამას ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი მუშაობა სჭირდება. ჩვენ თუ აქვს საუბრობთ რაღაცა ტერმინებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ჩდება ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, რაღაცა ჰუმანიტარული საგნების განვითარებასთან ერთად, იქ არის ძალიან საბაზისო რაღაცებზე საუბარი წესით იმ ენაზე, რომელიც მათ უნდა გქონდეთ, მაგრამ ამას ძალიან დიდი რესურსები, ძალიან სწორი საგანმანათლებლო და სახელმწიფო მიდგომა სჭირდებათ და მოდი ხო გულწრფელად თქვათ, რაც უნდა ამბიცია გქონდეთ აი ამ სახელმწიფოებრიობის, მათ ამის გამოცდილება, მით უმეტეს ინსტიტუციური გამოცდილება, რომელსაც დეკადები სჭირდება, რომ დაგროვდეს, მათ ამის გამოცდილება არ გააჩნიათ და ამ ხრივაც უჭირთ. ეს გასაგებია და ტენდენციაც, რა თქმა უნდა, დინამიკა, მაგრამ ეს დამაიმედებელი მათთვის არ არის საინტერესო. არც დემოგრაფიის მხრივ და არც ენის ცოდნის მხრივ. ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ვფიქრობ, რომ უნდა აღნიშნოს, ზოგადად ენის, რომელიც უკვე ნელ-ნელა დაიწყებას მიეცემა, ესეთი ენის შემოbrunება ამის მაგალითები სამყაროში არსებობს, მაგრამ და ასე მკვდარი არის აღდგენის მაგალითი არსებობს, აი ებრაული ივრიც რასაც ეძახიან, ყველაზე ცნობილი მაგალითი არის ამისი, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა და ეს არის ძალიან რთულად გასაკეთებელი. ანუ მაგალითად თუნდაც იგივე ებრაულ ენას ძალიან უნიკალური შემთხვევაა. ძალიან უნიკალური შემთხვევა, როდესაც სპეციალურად ეს სადაც ძალიან დიდი რელიგიური ფაქტორიც იყო, სადაც ძალიან დიდი პოლიტიკური ფაქტორი იყო და აი ამ პატარა დასახლებების, საიდან ახალ დასახლებებს, რომელსაც ქმნიდნენ ებრაელები, კიბუცები, რასაც ეწოდება, იქ პირდაპირ ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობდნენ ერთმანეთში სხვა ენაზე, რაც ვინც გერმანიიდან იყო გერმანულად, ვინც იტალიიდან იყო, სხვადასხვა ერებიდან ხო იყვნენ ჩამოსულები ებრაელები. სპეციალურად მიზანმიმართულად ბავშვებს მარტო ამ ენაზე ელაპარაკებოდნენ, ებრაულ ენაზე და ესე, ანუ მეცნიერება, ლინგვისტიკის მეცნიერება, რომელიც მუშაობს ამ ენების აღდგენაზე, ამბობს, რომ ყველაზე მთავარი საკვანძო წერტილი ეს არის ბავშვები. ბავშვები თუ არ დაიწყეს ლაპარაკი ამ ენაზე, უფროსები ენას ვერასდროს ვერ შეინარჩუნებენ. ეს არის სამწუხაროდ ძალიან მკაცრი მიდგომა და რეალობა, რაც ლინგვისტიკაში არსებობს ენების აღდგენასთან დაკავშირებით და იქ პრობლემა არის. ბავშვები არ ლაპარაკობენ. ბავშვებს ვიღაცა ხომ უნდა ასწავლოს. ხო, და ბავშვებს ახლა იქ პრობლემაც აქვს, რომ მაგალითად ჩიკირბა, რომელიც ალბათ პრინციპში ერთადერთი მართლაც მაღალი დონის ლინგვისტი არის, რომელიც აფხაზებს ყავთ. მან განაცხადა, რომ დაახლოებით 50 წელიწადში უკვე მასწავლებლების პრობლემაც დადგება. ანუ ხალხი არ იქნება, რომელსაც შეეძლება სწავლება და მთლიანად გადაიქცევა აფხაზური ენა რიტუალურ ენად. ანუ რიტუალური ენა არის ფაქტობრივად ენა, რომელსაც იყენებ მხოლოდ რაღაცა გარკვეული. 50 ძალიან ბევრი მეშვერება, იმიტომ 50 არის ორი თაობა. შეიძლება არა, ხო 50 ოპტიმისტური გათვლა არის. ორი თაობა, ერთი თაობაც ეყოფა მე მგონი ამას თუ სიტუაცია შეიცვა. და რამე არა, ის ამ შემთხვევაში საუბრობდა, რომ აღარ იქნება ის ხალხიც კი, ვინც ასწავლის, არათუ ის ხალხი, ვინც ლაპარაკობს ბუნებრივად, არამედ მასწავლებლებიც აღარ იქნებიან. ეს უკვე ძალიან მასწავლებლები ლათინურსაც და იმას კი გავს, რა ქვია, ძველ ბერძნულს და მკვდარენებსაც და ამ საერთოდ გაქრება. არამეულს და ასე შემდეგ. ამის მასწავლებლებიც კი არსებობენ, ხო? გასაგებია, ამას საერთოდ გაქრება. ხო, ანუ ეს უფრო მძიმე პროგნოზია არის, კი. ხო და როგორ ბოლოს კი რამე დაკითხო, როგორ ფიქრობ, რატომ მაინც ეხლა იქ კობახიამ და ნაჭყებია წამოწიეს ეს თემა ეხლა? ანუ ეს არ არიან თავრობის წევრები? არიან ისე თქო საზოგადო მოღვაწე მწერალი, არის ეს ორი ადამიანი და
რა მოხდა ესეთი, რა იგრძნეს და მანდ ეხლა იგრძნეს? არის ამაში გარკვეული ტიპის პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა ჩემი აზრით. თუმცა ინიციატივა ეს კანონმდებლობა, რომ მაგალითად მათ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ, ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს აფხაზური ენა და იქ ეთნიკური ისიც გააკეთეს, რომ 2027 წლის იანვარში თუ არ ვცდები, იანვრისთვის უნდა იცოდეს, უნდა შეძლოს მაგათ რაღაც გარკვეული ტესტის ჩაბარება ყველა ეთნიკურმა აფხაზმა დეპუტატმა. და უფრო მეტი წელი მისცეს 2032 თუ არ ვცდები, დანარჩენებს რა, ანუ სომხებს და სხვა ეთნოსის დეპუტატებს, ანუ მათ მეტი დრო მისცეს, რომ ეს ენა ისწავლონ. Ну ეს ბევრი მიმართულებით გაკრიტიკდა ეს ინიციატივა. მათ შორის ეთნიკურმა აფხაზებმაც გააკრიტიკეს ამდენივე თქვეს, რომ ну ჯერ ერთი ეს არაკონსტიტუციური, ესე თქვეს, ესე გაყოფა, რომ ამ ეთნოსმა ამ დღეში ისწავლოს, ამ ეთნოსმა უფრო მალე ისწავლოს, ეს ცოტათი ისეთი დისკრიმინაციულ მიდგომად ჩაითვალა, მაგრამ ხა ეს ეთნიკურად დისკრიმინაციული მიდგომა თანამედროვე აფხაზეთისთვის მე მგონი ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა არის, იმიტომ რომ ისინი თუნდაც იგივე გალილეს ფაქტობრივად რაღაცა ნეო-აპარტეიდულ რეჟიმში აცხოვრებენ ჩვენ ქართულ მოსახლეობას, ამიტომ ხა ეს ენასთან დაკავშირებით რატო გამოიწვია ამ ხელა ის და აგერა ესეთ მაგალითი რატომ არ არის განხილვის თემა, ეს კიდე ცალკე საკითხი არის, იმიტომ ჩემთვის ხა ამაში გასაკვირი არაფერი არ ყოფილა. და მეორე მხრივ რა თქმა უნდა ამ თემამ წამოიწია ну რაღაცნაირად ეთყობა მართლაც ბუნებრივად შეაწუხოთ, ანუ რაღაცნაირად დაგროვდა ეს საკითხი, რაღაცნაირად მომწიფდა ეს საკითხი, რომ აი ამას რაღაცა უნდა უშუალოთ, მაგრამ არ არსებობს სოფლიოში იმის მაგალითი, რომ კანონის მიღებით აი ესეთი საკითხი მოგვარებული იყოს. ანუ უბრალოდ ხო კანონის გაცემით ამ საკითხს ნამდვილად არ ეშველება, რომ ეხლა თუ ყველა დეპუტატი ვინც იქნება იქ იდეალურ დონეზე, რა ვიცი, დიმიტრი გულიას თუ ვინ მიშევად ვინ იყო მათი ეს რაღაცა აფხაზური ენის აპოლოგეტი და რაღაცა, ყველამ რომ ამ დონეზე ისწავლოს, მაინც ამ პრობლემას არ ეშველება, თუ ძალიან დიდი რესურსი არ ჩაიდო ამ საკითხში, მაგრამ ამ საკითხში ძალიან დიდი რესურსის ჩადების თავი რამდენად აქვს ისედაც ეკონომიკურად სუსტ აფხაზეთს, ეს ჩემთვის მაგალითად კითხვის ნიშნის თქვენს. ამიტომ მე ამას სხვათა შორის საკმაოდ დიდი მწუხარებით ვამბობ, მე ზოგადად მიყვარს ენები და ზოგადად მიყვარს სხვადასხვა კულტურები და აფხაზურ კულტურასაც რა თქმა უნდა ჩვენს ყველანი ქართველები ვფიქრობ, რომ დიდ პატივს ვცემთ. და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სახელმწიფოს პრობლემაც არის გარკვეულწილად, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ტერიტორიაზე მივიჩნევთ ენა, რომელიც რაღაცა ისტორიული ენა არის, ნელ-ნელა იკარგება და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს მისახედი იქნება რაღაც დროს, როდესაც ჩვენ ამ კონფლიქტს მოვაგვარებთ და ვფიქრობ, ჩვენ ამაში მნიშვნელოვანი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ. როგორც მოგისმინოს რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაგვარებელი იქნება, იმიტომ რომ თვითონ ამას მათ სამწუხაროდ ვერ აგვარებენ. არ ამგონია ეხა რუსებს ამის მოგვარებედი სურვილი ქონდეთ. ჩვენ კონსტიტუციაში რუსებს არ ამგონია რომ ოდნავაც აღელვებთ. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია შავი თეთრზე. ასე რომ ნამდვილად ჩვენი მოსაგვარებელია და ვერთ ოქნას ეს მალე მოვაგვაროთ. დიდი მადლობა ბადრი სტუმრობისთვის. ნახოთ რა მოყვება ამ ინიციატივებს აფხაზეთში და გვექნება კიდევ ცხადი სასაუბრო მათ შორის ამ თემაზე. მადლობა გელით ისევ ჩვენ გადაცემაში. ჩვენ ისევ დაბრუნებთ.